მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. დღეს მოვედი ესეთი საჯარო გაშლით. ზართ თუ არა რომ მიიღოთ თქვენს ცხოვრებაში უკან ის მამაკაცი, რომელიც ერთ დროს შეიძლება თქვენგან წავიდა რაღაც მიზეზების გამო. ნახოთ თქვენ რამდენად ხართ მზად, რომ ისევ შემოუშვათ ეს ადამიანი, თუ სრულიად ახალ ადამიანს ელოდებით უკვე თქვენს ცხოვრებაში. ნახოთ ჩვენ ვკითხოთ დღეს ტაროს, ხო? ჯერ ნახოთ ახლა თქვენ რამდენად მზად ხართ საერთოდ ურთიერთობისთვის. მნიშვნელობა არ აქვს ეს ახალი იქნება თუ ძველი. ნახოთ როგორი ხალბატონი გვესტუმრეთ დღეს. იცით როგორ არის აქ? ჯერ თქვენ არ ხართ მზად ახალი ურთიერთობის და ახალი მამაკაცის არც ძველის დასაბრუნებლად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გეტყვით ახლა მიზეზი არის ის, რომ ჯერ კიდევ გაქვთ საკუთარ თავთან ბრძოლა. ხართ გარდამავალ ეტაპზე. იცით როგორ არის, რომ თქვენ იმდენად დიდი ტრამვა მიიღეთ წინა ურთიერთობიდან, იმდენად სტრესული იყო ეს ყველაფერი და იმდენად დიდ დროს და ენერგიას დებთ იმაში, რომ როგორღაც თავი დააღწიოთ ამ მტანჯველ გრძნობას, მტანჯველ ურთიერთობას, რაც მისგან დაგრჩათ ამ ურთიერთობისგან, ხო? რომ ჯერ კიდევ უყურებთ იმას, რა გამოიარეთ. ამიტომ მზაობა როგორც ასეთი კი გინდათ, თითქოს როგორ ხართ იცით, რომ ჯერ კიდევ დგახართ და ფიქრობთ, გარისკოთ საერთოდ ვინმე შემოუშვათ თქვენს ცხოვრებაში ღირს, საერთოდ თქვენი ენერგიის და რესურსის ჩადება ურთიერთობებში, იმიტომ რომ წინა ურთიერთობამ იმდენად დაგაზარალათ თქვენ როგორც ემოციურად, ისე მენტალურ დონეზე. შესაძლოა აქ ვიღაცას უძილო ღამეებიც კი გქონდათ და ფიქრში და დარჩი ატარებდით, რომ რით დავიმსახურე ამ ადამიანისგან ასეთი მოპყრობა, რით დავიმსახურე, ამას ფიქრობდით და ვერ გადაგეწყვიტათ, ბოლომდე გაგეშვათ ეს ადამიანი თქვენი ურთიერთობიდან და თქვენი ცხოვრებიდან, თუ არა, ჯერ კიდევ გზაგასაყარზე იდექით რა და ფიქრობდით, რომ ღირს კი საერთოდ დაველოდო ამ ადამიანს, თუ საერთოდ წავიდე მე უკვე ჩემი ცხოვრების გზით და აღარ მივცე აღარავის უფლება, რომ გული ასე ამ დონეზე მატკინოს, რომ დამაზარალოს, რომ ისევ დამტოვოს მარტო, ვინერვიულო, დარჩი და ფიქრებში გავატარო მთელი ცხოვრება. არ მინდა ასეთი ენერგიები მომდის აქედან. დავიღალე, დავიცალე ამ ყველაფრისგან უკვე. ეხლა მჭირდება რომ ძალები აღვიდგინო, მჭირდება რომ რაღაცნაირად ეს ენერგეტიკული ბალანსი, რაც თქვენ ამ ურთიერთობაში დაგერღვათ, ის გინდათ რომ ისევ ხელახლა შეივსოთ, რომ ახალი ურთიერთობისთვის გქონდეთ ჯანსაღი მზაობა, რომ ვინმე შემოუშვათ ისევ თქვენ პირად სივრცეში და ურთიერთობის უფლება მისცეთ პირველ რიგში საკუთარ თავს, ასევე იმ ადამიანს, ვინც თქვენს ცხოვრებაში შემოვა. შეიძლება ვიღაცებს გენატრებათ კიდეც როგორი ხალისიანი და სიცოცხლით სავსეც იყავით ამ ურთიერთობამდე და ამ ურთიერთობამ როგორ დაგაზარალათ და სიფრთხილეს იჩენთ და თქვენს რაღაცა საზღვრებს აწესებთ ყველა მამაკაცთან დაკავშირებით. თითქოს თქვენი ისა გაქვთ საზომი ერთეული, რომ აქამდე შეგიძლია მომიახლოვდე, ამის იქით აღარ. რაღაც ესეთი ენერგიები მომდის. მუდმივად გიწევთ რაღაცა
ბრძოლაში ხარ, არ მინდა, არავინ არ მინდა, ახალი ურთიერთობა მინდა, არც ძველი, როგორ ხარ იცი, რომ ეხლა მე მინდა, რომ ჩემი ცხოვრება დავიბრუნო, ვიყო ისევე აქტიური, როგორც ამ ადამიანის გამოჩენამდე. კი ვნახეთ აქ რამ გამოიწვია ეს, მაგრამ მაინტერესებს ახლა მაინც დავაზუსტებ, იმიტომ რომ აქ ორი სხვადასხვა მეფე გამოვიდა და ნახავ ეს ახალი პარტნიორია თქვენს ცხოვრებაში, ვისაც შემოსვლა უნდა, თუ ძველს უნდა რომ დაბრუნდეს. ამას ვკითხავ ახლა მე. გააქტიურება უნდა ძველს, თუ ეს არის ახალი. ჩემო ძვირფასებო, ეს არის ადამიანი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ თქვენგან შორს იყო და მანძილზე იყო, თქვენ მისთვის მაინც სასურველ ქალად რჩებით და მაინც სულ თქვენზე აქვს ფიქრები. თქვენზე ფიქრი ამ ადამიანმა ვერ მოიშორა. თქვენ მისთვის განსაკუთრებული ქალი ხართ, იცით, როგორ არის, რომ მას თქვენი დაკარგვა არ უნდა, პირიქით, გააქტიურება უნდა და ხელახლა უნდა დაბრუნდეს თქვენთან ურთიერთობაში, ოღონდ, ნახეთ, ეს ფიქრობს, რომ მე ამ ქალის ცხოვრებაში თუ დავბრუნდები, უნდა მივცე მას სტაბილურობა, იმიტომ რომ ის როგორც ადრე იყო ჩვენი ურთიერთობა, ისეთ კაცად რომ შევიდე და დავბრუნდე ამ ქალის ცხოვრებაში, ის მე არ მიმიღებს. ვებით რა მომენტია? ეს არ არის ახალი ადამიანი, ეს არის ძველი პარტნიორი, რომელიც ფიქრობს, რომ თქვენთან უნდა დაბრუნება, მაგრამ თუ დაბრუნდება, ამ ადამიანმა იცის, რომ თქვენ მას აღარ მიიღებთ იგივე ფორმით, რა ფორმითაც მანამდე ქონდა თქვენთან ურთიერთობა. იმიტომ რომ თქვენ იმდენად ისწავლეთ საკუთარი თავის ფასი, იმდენად ღირებული ქალი გახდით მის თვალში, ამ სიშორე მას დაანახა, რამდენად ძვირფასი ხართ თქვენ მისთვის, რომ თქვენი თავი მისთვის არის შეუცვლელი როგორც ქალი, თქვენ ხართ ერთადერთი ქალი შეუცვლელი მის ცხოვრებაში, პირველი ადგილი გიკავიათ მის ცხოვრებაში, მის თავში, მის ფიქრებში, მის გონებაში, თქვენს გარეშე ეს ადამიანი სრულიად არის დაკარგული და ძიებაში საკუთარი თავის, ვერაფერი ამ ადამიანს ვერ ავსებს და ვერ აბედნიერებს თქვენს გარეშე, უბრალოდ ცხოვრობს, უბრალოდ არსებობს. ამ ადამიანის ცხოვრება არის ეს. ამ ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ მისი არასერიოზული ქცევით და მიდგომით თქვენ დაგაზარალათ, გული გატკინათ, ამიტომ ის ცდილობს, რომ ეხლა რაღაცნაირად თუ დაბრუნდება თქვენ ცხოვრებაში და ემზადება, ჩემო ძვირფასებო, რომ აქტიურად დაბრუნდეს თქვენ ცხოვრებაში, ისევ მან ზუსტად იცის, რომ იგივე ფორმა ამ ურთიერთობას აღარ ექნება. ეს თუ იყო ადრე დამალული, დაფარული ურთიერთობა, როგორ იცით, რომ ამ ადამიანის მხრიდან არ იყო მზაობა, რომ ეს ურთიერთობა გამოეჩინა საზოგადოებაში. საზოგადოების თვალისგან დამალული ურთიერთობა იყო. შესაძლოა მისმა ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ ამ ურთიერთობის შესახებ. უფრთხილდებოდა, რაღაცა თითქოს ან რეპუტაციას უფრთხილდებოდა, ან იმას, რომ ვიღაცა არ ჩარეულიყო ზედმეტად ამ ურთიერთობაში. რატომ უფრთხილდებოდა ამ ურთიერთობას და რატომ მალავდა იყო ის, რომ აცდიდა სიტუაციას სათანადოდ მომწიფებული იყო. ის არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ურთიერთობა გადავიდოდა სერიოზულში თუ არ გადავიდოდა თავიდან, ამ მიზნით შემოვიდა.
ურთიერთობაში, რომ არ იყო დარწმუნებული, რამდენად სერიოზული გახდებოდა ეს ურთიერთობა. არც ელოდა, არც გათვლილიც არ ქონდა, რომ გასერიოზულდებოდა ეს ურთიერთობა და ამიტომ გარე თვალს ეს ადამიანი უმალავდა თქვენთან ურთიერთობას, რომ ზედმეტი ვინმეს რამე არ ეთქვა, ზედმეტი რჩევა არ მიიღო ვინმესგან არასწორი და ეს არასახულიყო თქვენთან ურთიერთობაზე, მაგრამ ჩემოძვრით ფასებო, მაინც ვერ განვითარდა ეს ურთიერთობა რაღაც დონეზე, შეწყდა ეს კავშირი და ამ კავშირმა თქვენში გამოიწვია ძალიან დიდი ტანჯვა, გაურკვევლობა, შფოთვა, აი გონებაში მუდმივად გიტრიალებდათ ერთი და იგივე შეკითხვა, რატომ მოხდა ასე, რატომ არ განვითარდა ეს ურთიერთობა ისე, როგორც შეიძლებოდა, რომ განვითარებულიყო. ხო, ეხლა ეს ადამიანი ფიქრობს, რომ აი ამ მიდგომით თქვენთან ძალიან დააშავა, რომ ის სრულიად მარტო დარჩა, რომ თქვენნაირი ქალი მან თავისი მომწიფებელი საქციელი ხელიდან გაუშვა და ის ეხლა სწავლობს გაკვეთილს აი ამ ყველაფრის გამო, რომ ის ხვდება, რომ სამყარო ერთხელ უგზავნის ქალს ცხოვრებაში, მამაკაცს, რომელიც არის ღირსეული, აი ამ დონის ქალი პირველად შეხვდა მას ცხოვრებაში და მან მეს ვერ დააფასა სათანადოდ, ზუსტად. ქალი, თქვენ იყავით ქალი მის ცხოვრებაში, რომელმაც მას მისცა უსაზღურო ცუქთა გრძნობები, აი დაანახა როგორი უნდა იყოს წმინდა სიყვარული, წმინდა წრფელი სიყვარული, აი სუფთა სიყვარულით შეიყვარეთ და მიიღეთ ეს ადამიანი ისეთი, როგორიც იყო, მისი ნაკლოვანებებით, ჩრდილოვანი მხარეებით, ყველაფრით მიიღეთ უპირობოდ ეს ადამიანი და თქვენგან ეს ადამიანი იღებდა პატივისცემას, ნახეთ, დაფასებას. თქვენ მას თავს აგრძნობინებდით ისე, როგორც არავინ არასოდეს მას არ მოქცევია მანამდე, თქვენამდე. თქვენ მის ცხოვრებაში შესულით გამოიწვიეთ იმ დონის ცვლილებები, რომ აი მთლიანად გადაწერეთ მისი ცხოვრება, ჩემოძვირფასებო რა, აი მთლიანად ძირფესვიანი ცვლილებები გამოიწვიეთ მის ცხოვრებაში, აი თქვენაირი ღირსეული ქალი მას მანამდე არ უნახია ჩემოძვირფასებო და არ შეხვედრია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მან იგრძნო რა არის სინამდვილეში სიყვარული. მას მანამდე სხვა წარმოდგენა ჰქონდა სიყვარულზე და გრძნობებზე, მაგრამ მაღალმა ძალებმა გამოუგზავნეს თქვენნაირი ქალი ცხოვრებაში, რომელმაც მას დაანახა თუ რა არის ნამდვილი სიყვარული და როგორი უნდა იყოს ეს გრძნობა და რომ თქვენს გვერდით ის თავს განსაკუთრებულად დაფასებულ ადამიანად გრძნობდა, რაც სხვასთან სხვა ურთიერთობებში არ განუცდია. ნახოთ რა მოტივით ბრუნდება რეალურად თქვენს ცხოვრებაში, რა მოტივით ბრუნდება ჩემოძვირფასებო და მოტივი არის ის, რომ გახდეს ისეთი მამაკაცი, რომელიც თქვენნაირ ქალს შეეფერება. ჩემოძვირფასებო. აქ არის ამოსული იმპერატორი და იმპერატრიცა პირდაპირ და მე ამას არკანს აღარ დავამატებ, რა თქმა უნდა, თქვენთან ოჯახის შექმნა სურს, შემოძვირფასებო ამ ადამიანს უკვე ეს ადამიანი მიხვდა, რომ მე უნდა გავიზარდო და გავხდე ნამდვილი იმპერატორი, რომ ამ ქალს სხვანაირი კაცი არ შეეფერება. რომ თქვენ მხოლოდ ასეთი მამაკაცის გვერდით იქნებით, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ღირსეული ქალბატონი ხართ, რომ მოვიდეს თქვენთან, შემოძვირფასებო და სერიოზული განზრახვით, რომ შემოგთავაზოთ ოჯახის შექმნა. აი
აი ასეთი განზრახვით. მისი რეალური განზრახვა არის ჩემო ძვირფასებო, რომ თქვენ გქონდეთ მის ცხოვრებაში სტატუსი და ეს სტატუსი არის პირდაპირ ცოლის სტატუსი ჩემო ძვირფასებს. მას გრძნობების გამოხატვა სურს, თუ მანამდე ამას ნაკლებად აკეთებდა და ჩაკეტილი იყო და უფრო საკუთარ თავზე ფიქრობდა ჩემო ძვირფასებო, მას უნდა თქვენთან სტაბილური ოჯახის შექმნა, მას უნდა რომ თქვენზე იზრუნოს როგორც მამაკაცმა ოჯახზე და ოჯახის თავი თვითონ იყოს და ურთიერთობაში პასუხისმგებლობა თვითონ აიღოს და არ დაგაკისროს ყველაფერი თქვენს მხრებზე არ გადმოიტანოს, არამედ თვითონ იყოს ის მთავარი მოძრავებელი ძალა ურთიერთობაში, რაც ურთიერთობას სჭირდება, როგორც მამაკაცს, ასევე მას შეიძლება თქვენგან რომ უნდოდეს ასევე შვილით ჩემო ძვირფასებო სამომავლოდ. აი ასეთი იყო ჩვენი საჯარო გაშლა დღეს. მადლობა რომ ისმენდით. პირად ინდივიდუალურ კონსულტაციებზე მომწერეთ პირადში. ყველა საჭირო საკონტაქტო ინფორმაციას იხილავთ არხის ბიოში.